გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. პირდაპირ დავიწყებ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვით, სადაც საერთო სურათს თუ გავითვალისწინებთ, თითქმის არ არის კარგი ამბები უკრაინისთვის. ეს არის რეალობა სამწუხაროდ. ბოლო პერიოდში ჩვენი ყურადღება მიპყრობილი არის დონეცკის ოლქზე, კერძოდ პოკროვსკის და მირნოგრადის მიმართულებაზე, თუმცა არის მზარდი საფრთხეები სხვაგანაც და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ეპიზოდში ყურადღებას გავამახვილებ ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, სადაც ყოველდღიურად თითქმის რუსები იკავებენ ახალ ტერიტორიებს და ჩნდება ახალი საფრთხეები. ამ ყველაფერზე მოკლედ მოგიყვებით და დაწვრილებით გაჩვენებთ, სად რა ხდება. პირველ რიგში მაინც დავიწყოთ პოკროვსკით, დავიწყოთ მირნოგრადის და პოკროვსკის აი ამ ჯიბეში რა ხდება ამის მოყოლით, სადაც ყოველ დღე უფრო და უფრო მატულობს წითელი მონიშნები და მატულობს რუხი ზონები, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ არის უკვე ფიქსირდება რუსი სამხედროების ყოფნა, აქ არის შეტაკებები, არ არის მათი საყრდენი პუნქტები, ასე ვთქვათ, და არ არის აქ წარმოდგენილი ამ რუხ ზონებში მათი ძირითადი ძალები, თუმცა არიან პატარ-პატარა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას და გაუმჯობესებას. გადავხედოთ, ესე იგი, ეს არის 17 ნოემბრის განახლება, რასაც ახლა უყურებთ სურათს, რამდენიმე დღით უკან გადავიდეთ, მაგალითად აი 12 რიცხვიდან რომ მივყვეთ, თუ არ ვცდები 12-ში მქონდა დადებული ბოლო ეპიზოდი და ამიტომ მინდა რომ რაღაცა უწყვეტობა იყოს მათთვის, ვინც არის ჩემი მუდმივი მაყურებელი, ასე ვთქვათ, და ჩემგან იგებს ხოლმე ინფორმაციას თუ რა ხდება უკრაინის ფრონტზე. 13-ში და 14-ში არ ყოფილა განახლება ამ სექტორში, აი უკვე 15-ში კი ხედავთ რომ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კიდევ ერთხელ რომ შევხედოთ როგორც პოკროვსკის, ასევე მირნოგრადის გარშემო და ახლა ნაწილ-ნაწილ მივყვეთ ეს ყველაფერი თუ რას ცვლის. დავიწყოთ აქედან პოკროვსკის დასავლეთი ნაწილი, სადაც როგორც ხედავთ გაიზარდა წითელი მონიშნა, რუსების კონტროლის ზონა, მათ გადაკვეთეს სარკინიგზო ხაზი, გადაკვეთეს ასევე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზები, ეს არის შერეული ზონა, ნახევრად ინდუსტრიული, ნახევრად საცხოვრებელი და ასევე მე შეგახსენებთ, რომ სწორედ აი ამ ადგილას და 2 კვირის წინ ჩატარდა უკრაინელების დაზვერვის სამსახურის ოპერაცია, დესანტი გადმოსხეს მათ ამერიკული შავი ქორებით, მქონდა ამაზე ვიდეო ერთ-ერთ წინა ეპიზოდში საუბარი, შეიძლება გინახავთ, გახსოვთ ეს ამბავი. მოკლედ უკრაინელების ამოცანა იყო, რომ აქ მაქსიმალურად შეეშალათ ხელი მოწინააღმდეგის წინსვლისთვის, ისევ და ისევ იმ ამოცანის გათვალისწინებით, რომ როგორმე არ დაუშვან აი ამ ჯიბის სრულად ჩახურვა და მირნოგრადის და პოკროვსკის მთლიანად ალყაში მოქცევა. სწორედ ამიტომ მოხდა აქ დესანტის გადმოსხმა, დამატებით ძალების მობილიზება, თუმცა როგორც ჩანს ამ ყველაფერმა მაინც არ შეუშალა ხელი რუსების წინსვლას და 15-ში აქ იყო უკვე ასეთი სურათი. შემდეგ დღეებშიც შევხედავთ რა შეიცვალა. მანამდე კი ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აი ამ კონკრეტულ დღეს უკავშირდება, როგორც ჩანს აი აქ ამ ეგრეთ წოდებული ჯიბის ყველაზე უკიდურეს წერტილებში სუხი ვიართან და მის გარშემო აქ გაიზარდა ნაცრისფერი დაფარვის ზონა, რაც ბევრი, მათ შორის უკრაინელი მიმომხილველის შეფასებით იყო სიგნალი იმისა, რომ უკრაინის გენშტაბმა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება აქ განლაგებული უკრაინელი სამხედროების უკან დახევასთან დაკავშირებით, თან ამ დღეებს ემთხვევა ამინდის გაუარესება, იყო ნისლი, იყო დაბალი ხილვადობა, ასე ვთქვათ, რაც თავის მხრივ გამოიყენეს რუსებმა წინსვლისთვის და ამაზე წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდით. თუმცა ცხადია ამინდმა ხელი შეუწყო და გააჩინა შანსი იმისთვის, რომ უკრაინელებსაც ემოქმედათ თავისი მიზნებიდან გამომდინარე და სწორედ აი ამ პერიოდს ემთხვევა აქ ნაცრისფერი ზონის გაზრდა, რაც მეანიშნებს იმაზე, რომ რუსებმა წინ წაიწიეს და აჩენს ასეთ განცდას, რომ უკრაინელებმა ეტაპობრივად დაიწყეს უკან დახევა. აქ უკან დახევა არის ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებული, ცხადია, იმიტომ რომ ძალიან პატარა ზონა არის რეალურად, აქ არის 2-3 კილომეტრის მონაკვეთი ამ რუხ ზონებს შორის, მაქსიმალური სიგანე ამ სექტორში დაახლოებით არის 4-5 კილომეტრი, არის მინდვრები, არ არის ბევრი ადგილი აქ იმისთვის, რომ თავი შეაფაროს ვინმე, ყველაფერს აკონტროლებენ დრონები, აქედან გამომდინარე ძალიან რთული მისია
ესე არის რეალურად აქ გადაადგილება როგორც ერთი ასევე მეორე მხარისთვის, ქვეითებისთვის. ტექნიკაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ასე რომ უკრაინელების თვის ძალიან სარისკო ნაბიჯი არის, თუნდაც ის რომ როგორმე მოახერხონ აქ მირნოგრადში გადაადგილება, აი ამ უკიდურესი წერტილებიდან პირველ რიგში ცხადია და საბოლოოდ დააღწიონ თავი აი ამ ზონას, რომელიც თანდათან უფრო და უფრო იკეტება. აქ ვითარება ასევე გაართულა იმან, რომ უკრაინელებმა როგორც ჩანს ვერ შეძლეს აი აქ როდინსკეს და კრასნი-ლიმანის მიმართულებით მტრის მოქმედების შეკავება 14 რიცხვის შემდეგ აქაც გაიზარდა ნაცრისფერი მონიშნა როგორც ხედავთ და ეს სწორედ ამაზე მეტყველებს. მოკლედ რომ ავხსნა უკრაინის მოქმედების ლოგიკა ამ სიტუაციაში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება, ამაზე მიანიშნებს თავად მათი მოქმედებაც და ეს არ არის მხოლოდ რაღაც ჩემი მოსაზრება ან რომელიმე სხვა მიმომხილველი, ძალიან მარტივია აქ მოცემულობა, რუსები ცდილობენ რომ ჩაკეტონ ეს ჯიბე და თავის მხრივ უკრაინელები ცდილობენ ფლანგებზე შეტევას, ერთის მხრივ აი აქ ამ მიმართულებით, მეორეს მხრივ როდინსკეს კრასნი-ლიმანის მიმართულებით იმისთვის, რომ ორი შესაძლებლობა შექმნან შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში. ან თუ არის ბრძანება, რომ ეს დასახლებები ბოლომდე უნდა გაამაგრონ, უკრაინელებმა აქ შესაძლებელი გახდეს სამხედრო შეიარაღების მიწოდება, საბრძოლო მასალების მიწოდება, თუ სხვა ტიპის ლოჯისტიკის გამართვა, ან მეორეს მხრივ თუ არის ბრძანება, რომ აქედან უნდა იქნას განხორციელებული ევაკუაცია, გამოყვანა უკრაინელი სამხედროების, ამ შემთხვევაში ხო გასაგებია, რომ მათ ჭირდებათ ფლანგებიდან დაცვა. რაც თავის მხრივ არის ძალიან რთული ამოცანა და როგორც ჩანს, ვერც ისე წარმატებით ვერ მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ სურათი იცვლება ყოველდღიურად 15 რიცხვის შემდეგ. ცვლილებები გვაქვს 16 რიცხვში უკვე აქ სამხრეთ ნაწილში სუხევიართან, რასაც ვამბობთ ეს შემდეგი დღეც ამას ადასტურებს, რომ როგორც ჩანს აქედან ძალიან სწრაფი ტემპით შეძლების დაგვარად სწრაფად განხორციელდა უკვე უკან დახევა და ამაზე მეტყველებს ის, რომ აი ამ ორ დღეში 15-ში და 16-ში მთლიანად აი ამ ხელა მონაკვეთი გათავისუფლდა. აქ წაიწიეს წინ რუსებმა როგორც ჩანს და დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში უკვე ეს მთლიანად წითელ ზონაში მოექცევა და 17 რიცხვი ბოლო განახლება არის ასეთი. იგივე ლოგიკით გრძელდება ყველაფერი, იზრდება თანდათან ნაცრისფერი ზონა და ეს ნაცრისფერი ზონა უფრო და უფრო უახლოვდება მირნოგრადის დასახლებულ პუნქტს. აქ ფაქტობრივად ყველგან ფიქსირდება უკვე აი ამ მინდვრებში და ნაწილობრივ უკვე დასახლებულ პუნქტშიც რუსი ოკუპანტების ყოფნა და ეს ნაცრისფერი ზონები, როგორც ხედავთ, ასევე მხოლოდ მირნოგრადის გარშემო არა, პოკროვსკის გარშემოც ცალსახად გაიზარდა, ხედავთ აი რამხელა გაქცევა არის პრინციპში, აქ უკვე აი ამ გზასთანაც ფიქსირდება რუსი სამხედროების ყოფნა. რა შეიძლება ითქვა საბოლოოდ პრინციპში ის, რაც მანამდეც არაერთხელ ვთქვი წინა ვიდეოებში, პოკროვსკის და მირნოგრადის ამბავი ყველანაირი ლოგიკით არის გადაწყვეტილი. რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ აქ სიტუაცია შემობრუნდეს, თუ გავითვალისწინებთ აქ რუსი სამხედროების კონცენტრაციის რაოდენობას, მათ მიდგომას, რომ არაინტერესებს რამხელა დანაკარგები ექნებათ, მთავარი არის ახლა რომ პუტინმა რაღაც ტიპის გამარჯვება დადოს და რაღაც შედეგი აჩვენოს. აქედან გამომდინარე ისინი სულ უფრო და უფრო მეტ ეგრეთ წოდებულ შტურმავიკს აგზავნიან, თუნდაც სასიკვდილო მისიებზე, ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, მათ ამის რესურსი გააჩნიათ და არც არავინ არის, ვინც ამას წინააღმდეგობას გაუწევს, თუ გაუწევს და ისინიც დაისჯებიან. არაერთი რუსი სამხედროს ჩანაწერი გავრცელებულა, ვიდეოები, სადაც ისინი თავადვე ყვებიან თუ რა ბედიელით იმ შემთხვევაში თუ უკან დაიხევენ ამ წინასწარ განწირულ შეტევებზე უარს იტყვიან, მათ უბრალოდ დახოცავენ ან არ ვიცი, უფრო უარეს სუზამენ, ცოცხლად აწამებენ. ამას თავად ისინი ყვებიან ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ბოლო მახსენდება სწორედ პოკროვსკთან ახლოს ჩაწერილი ვიდეო, სადაც ტყვედ ჩავარდნილი რუსი ყვებოდა, მადლობას უხდიდა რამდენიმე მათგანი უკრაინელებს, რომ თქვენთან ტყვედ ჩავარდნა გვერდჩივნა ამ სიტუაციაში, ვიდრე
უკან დაუბრუნებულიყავითო, ხო, ასეთი განცხადებები ცალსახად იყო და შეგიძლიათ მოწმნოთ Telegram არხებზე არის ვინმე რომ არ იფიქროს რომ რაღაცა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მათ შორის ალფა სიხშირესაც ედო კი, ალფა სიხშირეს ედო ეგ ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ Telegram-ზე. უკრაინის შემთხვევაში ცხადია რომ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. აქ საზოგადოება სხვანაირად რეაგირებს დანაკარგებზე, ისინი თხოვენ პასუხს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თხოვენ პასუხს ასევე სამხედრო ხელმძღვანელობას. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ სირსკის მისამართით ძალიან ბევრ კრიტიკას ვისმენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით. მანამდეც იყო ხოლმე ასეთი შენიშვნები, რომ რაღაცა უწუნებდნენ მას გადაწყვეტილებებს, თუმცა აი ამ ბოლო პერიოდში კონკრეტულად პოკროვსკის გარშემო განვითარებული მოვლენების და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე განვითარებული მოვლენების ფონზე სირსკის სულ უფრო და უფრო მეტად აკრიტიკებენ. მას უწუნებენ გადაწყვეტილებებს ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მართვის ნაწილში, ასევე სამხედროების წახალისების ნაწილში და მას აკისრებენ დიდწილად პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ სულ უფრო და უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო ტოვებს სამხედრო სამსახურს, ტოვებს რიგ შემთხვევაში პოზიციებსაც კი და უბრალოდ უარს ამბობს სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე. ეს არის ძალიან დიდი თემა, სხვათა შორის ბოლო პერიოდში აქტუალური და არის ძალიან მწვავე სურათი თუ დახედავთ მაგალითად სტატისტიკებს 100,000 გადააჭარბა წლის განმავლობაში იმ სამხედროების რაოდენობამ, რომლებმაც დატოვეს სამსახური. აქ არ არის საუბარი დეზერტირებზე, არის საუბარი იმაზე, რომლებიც წავიდნენ საომრად, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს პოზიციებზე და დაბრუნდნენ, არ ვიცი, სახლში, არ ვიცი სხვაგან. ერთ სიტყვით ეს ამბავი ხდება და ეს არის ძალიან საყურადღებო ბევრისთვის პირველ რიგში უკრაინაში და ამას ხმამაღლა ამბობენ. მათ შორის ოქტომბრის სტატისტიკა იყო ასეთი, რომ 21,000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ უკრაინელმა მიატოვა სამხედრო სამსახური. ეს არის საგანგაშო ამბავი პრინციპში, თან იმ ფონზე, რომ თავად უკრაინაც მთელი ამ 4 წლის, თითქმის 4 წლის განმავლობაში ისედაც განიცდის დანაკარგებს და ეს არის ძალიან დიდი დემოტივაცია სხვა ნაწილისთვის მოსახლეობის, რომლებიც პოტენციურად ხვალ შეიძლება წავიდნენ სამხედრო სამსახურში საკუთარი ქვეყნის დასაცავად და ასე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი თემა. ეს ნაწილობრივ უკავშირდება პოლიტიკურ ამბებსაც, ნაწილობრივ უკავშირდება კორუფციის ამბებსაც, რომელიც გამოაშკარავდა ენერგეტიკის სისტემაში და არის ამაზე ცნობები, რომ ახლა უკვე სამხედრო წარმოების მიმართულებითაც მუშაობს ანტიკორუფციული სამსახური. იმიტომ რომ აქაც არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები და ვნახოთ ეს პროცესი როგორ წავა. ფაქტი ერთია, რომ არაერთი პოლიტიკოსი თუ მიმომხილველი უკრაინაში ამბობს იმას, რომ საჭირო არის გარკვეული რეფორმები და ეს რეფორმები საჭირო არის სასწრაფოდ იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება პირველ რიგში არმიაში და მეორეს მხრივ მოხდეს ის რომ საზოგადოებაში არ გაჩნდეს დამატებითი ფაქტორები დემოტივაციისთვის და არ გაატყდეს უკრაინული საზოგადოება. სხვათა შორის კორუფციის სკანდალი ამ მხრივ რაღაც გამოსაფხიზლებელი განგაში ზარივით იყო. ყველა ამ ჯერზე, სადაც კი ხედავთ ზელენსკის საერთაშორისო ფორუმებზე თუ ვიზიტების განმავლობაში, ყველა ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი და ხმამაღალი განცხადებები ისმის უკრაინაში დაფიქსირებულ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. სხვათა შორის ზელენსკიმაც თქვა, რომ ეს პრობლემა არსებობს და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ფაქტები არ დარჩეს გამოუძიებელი. ნახოთ როგორ წავა ამ მხრივ პროცესი. მივყვეთ ახლა ისევ სამხედრო საკითხებს და მივყვეთ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვას. როგორც თავშივე ვთქვი, ვაპირებ ამ ეპიზოდში, რომ ყურადღება გავამახვილო დნეპროპეტროვსკის ზაპოროჟიეს მიმართულებაზე და აქ მზარდ საფრთხეებზე, თუმცა მანამდე გთავაზობთ, რომ პატარა გაჩერება გავაკეთოთ აი აქ კუპიანსკთან.
ხარკოვის ოლქში გადავინაცვლოთ სულ ცოტა ხნით. და რა არის აქ საგულისხმო? თავად მონიშნები, რასაც ხედავთ, ეს არ შეცვლილა, დაახლოებით 1 თვეა ესეთი მოცემულობა გაყინული, მაგ რუსებმა მოახერხეს ის, რომ გადმოლახეს მდინარე ოსკილი აი ამ ნაწილში, აქედან პოკროვსკის ჩრდილოეთიდან განავითარეს შეტევის რამდენიმე მიმართულება, როგორც ხედავთ, მოაღწიეს აი ამ მნიშვნელოვან გზაჯვარედინამდე, რომელიც არა მხოლოდ ამ ქალაქისთვის, არამედ სხვა დასახლებებისთვისაც აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, აი ამ დასახლებულ ზონებში მთლიანად ეს გზები არის მათი მომარაგებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი. მოკლედ აქ მოაღწიეს, მაგრამ ამის წინ ჯერჯერობით ვერ წავიდნენ და ბოლო 2-3 დღეა ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აქ რუსებს ძალიან გაუჭირდეთ მომარაგების ხაზების გათვალისწინებით. უკრაინელებმა აქ ცადეს კონტრშეტევა აი ამ მიმართულებიდან შეეცადნენ ისინი, რომ შეევიწროვებინათ მოწინააღმდეგე და პირველადი ინფორმაცია ასეთი იყო, რომ მათი მცდელობა გულისხმობდა აქ მთლიანად გადაჭრას აი ამ შეტევის მიმართულების, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე არ ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, მათ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნეს აქ მომარაგების ხაზებს, აი ამ გზებზე დიდი ალბათობით და ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მეც წუწუნებენ რუსი სამხედროები აი აქ მომარაგების ნაწილში და თავად უკრაინული წყაროები წერენ, რომ ახლა რუსების მდგომარეობა აქ გაცილებით მძიმე არის, ვიდრე თავად უკრაინელების იყო, როდესაც ყველაზე ინტენსიური ფაზა იყო აი ამ შეტევის კუპიანსკის მიმართულებას. აქვე რადგან კუპიანსკზე ვსაუბრობთ, გაჩვენებთ ვიდეოს, რომ მეტი წარმოდგენა შეგექმნათ თუ რა ხდება ახლა ქალაქის ცენტრში. აქ ძალიან ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. ნახეთ, ეს კადრები. ეს არ არის რაღაც Call of Duty ან რომელიმე ვიდეო თამაში ან რაღაც ფილმის გადაღება, ეს არის ძალიან რეალური ყოველდღიურობა კუპიანსკის ცენტრში. აქ არის ასახული, როგორც ამ ინფორმაციაში არის ნახსენები ერთ-ერთი ეპიზოდის ფრაგმენტია, სადაც მოხდა უშუალო შეტაკება უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მერვე პოლკის მებრძოლებსა და რუსულ მოირიშე ჯგუფებს შორის, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ შენობაში იყვნენ გამაგრებული. ძალიან ეფექტური და ისეთი კადრები არის. დამეთანხმებით, სადაც ჩანს მთელი სიცხადით აი ამ ომის რეალობა და ბრძოლების სიმძიმე, რომელიც მხოლოდ კუპიანსკში არა, ძალიან ბევრგან მიმდინარეობს. განსაკუთრებით ახლა ალბათ აი ამ დროისთვისაც პოკროვსკის და მიჟნოგრადის გარშემო და არა მხოლოდ. კარგით, გავაგრძელოთ და წავედით ახლა უკვე ზაპოროჟიე დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე და ველოდოთ, როდის ჩაიტვირთება რუკა, ხო კი ბატონო, აგერ არის. და რა ხდება აქ? რა ხდება და ბოლო 1 თვის განმავლობაში აქ და არა მხოლოდ მთელი ზაფხულის განმავლობაში პრინციპში დაიწყო ეს ამბავი და ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება, რომ ყოველ დღე აქ მნიშვნელოვნად იცვლება სურათი და სულ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას ახერხებენ რუსი ოკუპანტები. აი მოდი გადავიდეთ, ესე იგი 25 წლის სექტემბერი 1 სექტემბერი რომ ავიღოთ, იყო ასეთი სურათი და დღეს არის აი ასეთი სურათი. შეხედეთ, რამხელა ცვლილებები არის. მხოლოდ აი ამ 2 თვის განმავლობაში, ხო? 1 და დღევანდელი რეალობა. ანუ ძალიან დიდი წინსვლა არის. პერიოდულად აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ხო პატარ-პატარა სოფლებია, რომლებიც დაიკავეს, მინდვრებია, ამას არ ქონდა რაღაც სტრატეგიული მიღწევის სახე რუსებისთვის, თუმცა ეტაპობრივად უფრო და უფრო რთულდება ამ ხრივ სურათი და ეს ნაბიჯ წინსვლა მივიდა იქამდე, რომ ამ შემთხვევაში უკვე ჰულიაპოლეს აი აქ საკმაოდ მოზრდილ დასახლებას, პატარა ქალაქს უახლოვდებიან რუსები და ამას აკეთებენ ძალიან სწრაფად. ეხლა მე თქვენ გაჩვენეთ 1 თვის და 2 თვის წინა მონაცემები, მაგრამ ეხლა ვნახოთ რა ხდება თუნდაც აი 1 ნოემბრის შემდეგ. დააკვირდით რა შეიცვალა აქ. აგერ არის 1 ნოემბერი, ხო? ნახეთ.
ხოლო 2 კვირაში აი ამ ხელაწინს აჩვენეს რუსებმა და ისინი ასე ნაბიჯ უახლოვდებიან თანდათან აი ამ მიზანს ზაპოროჟიეს, შესაძლოა ეს დღეს რაღაცა შორს ჩანდეს თითქოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ შეტევების ტემპს, ასევე გარკვეულ გარემოებებს, მათ შორის იმას, რომ რუსები ახლოს არიან უკვე ჰულაიპოლესთან, როგორც ვახსენე, ეს არის ერთ-ერთი მოზრდილი დასახლებული პუნქტი, ასევე ცდილობენ და მიიწევენ პოკროვსკეს მიმართულებით, რაც დიდი ალბათობით იქნება მათი მომდევნო სამიზნე. პოკროვსკე აქ საინტერესოა იმით, რომ მნიშვნელოვანი გზები გადის, გზაგასაყარია, ასე ვთქვათ. და შემდეგ უკვე სხვა საკვანძო დასახლებებს უკავშირდება სწორედ ზაპოროჟიეს მიმართულებით. მოკლედ აი ამ ზონების დაკავების შემთხვევაში ეს უფრო აშკარა და უფრო თვალსაჩინო საფრთხე იქნება ზაპოროჟიეს მიმართულებით და ეს საკმაოდ რეალისტური სცენარია თუ გადავხედავთ ამ სურათს რაც არის როგორც უკვე თქვი და ამაზე ძალიან ბევრი კრიტიკა მოდის რომ აქ უკრაინის თავდაცვის ზღუდე ჩავარდა ისინი ვერ აჩერებენ მოწინააღმდეგეს და როგორც ერთი უკრაინელი მიმომხილველი ამბობდა სტერნენკოა მისი გვარი საკმაოდ ცნობილი ვლოგერია 2 მილიონზე მეტი გამომწერი ყავს საკმაოდ აქტიურად არის ასევე ჩართული ქველმოქმედებაში უკრაინის ჯარის გაძლიერების პროცესში აგროვებს ფულს იმისთვის რომ დრონები იყიდოს უკრაინელი სამხედროებისთვის და ასე შემდეგ შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ საინტერესო ტიპი არის სტერნენკო მოკლედ ამბობდა ასეთ რამეს რომ ცოტა ხანში არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ერთ დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ რომ რუსული ტანკები არიან ზაპოროჟიეში და ნუ ეს კაცი აფრთხილებდა უკრაინულ საზოგადოებას ერთის მხრივ რომ იყვნენ კრიტიკულები არ დახუჭონ თვალი იმ რეალობაზე იმ ხარვეზებზე რაც არის სამხედრო გადაწყვეტილებების მიმღებ წრეებში და ნუ მოუწოდებდა თავად გენშტაბსაც გამოფხიზლებისკენ, ცვლილებებისკენ, რეფორმებისკენ იმისთვის რომ უფრო ეფექტურად შეასრულონ მათ თავისი ამოცანა წინააღმდეგ შემთხვევაში ხო, ნუ ძალიან ბევრი ღია საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლოა შედეგები აღმოჩნდეს ძალიან მძიმე უკრაინისთვის და ახლა არის სწორედ რეაგირების დრო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთს ძალიანაც უნდა რომ უფრო მეტი ტემპით შეუტიოს, თუმცა ამას ვერ ახერხებს თავად რუსეთის პრობლემებიდან გამომდინარე. ხო, აქ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მინდოდა მომეყოლა, რომელიც ეხება არა ზაპოროჟიეს ამ შემთხვევაში, თუმცა არც ისე შორს აქედან დნეპროპეტროვსკის ოლქს ეკუთვნის დასახლებული პუნქტი, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ეს არის ნოვოპავლივკა. და აი აქ ხედავთ, რომ ესეთი უცნაური სურათია, ნაცრისფერი მონიშნა მხოლოდ აი ამ გზის და ნოვოპავლივკის ტერიტორიაზე. რაც მოხდა, ეს ცვლილება მოხდა ერთ დღეში, ეს არის 15 რიცხვი. და საკმაოდ დიდი გარღვევაა სხვათა შორის ეს უნდა აღინიშნოს. ნახოთ აი შეგვიძლია მანძილი გავზომოთ 8 კილომეტრზე მეტი ხო? ნუ თითქმის 9 კილომეტრიანი გარღვევა ერთ დღეში. ესაც მოხდა როგორც შემდეგ გაირკვა სწორედ ამინდის ცვლილების გათვალისწინებით ამ დღეს იყო ძლიერი ნისლი და ისარგებლეს შემთხვევით რუსებმა და წაიწიეს წინ ნოვოპავლივკას მიმართულებით, თუმცა ხო, ნუ ეს ამბავი მათთვის როგორც საბოლოოდ გაირკვა, კარგად არ დასრულდა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. აი აქ გვაქვს ინფორმაცია შესაბამისი საინფორმაციო რუკით და მონიშნებით, სადაც სწორედ ნოვოპავლივკაზეა საუბარი, ამ შეტევაზეა საუბარი, რომელიც ნისლიან ამინდში წამოიწყეს რუსებმა სწრაფად, თუმცა ათეულობით ოკუპანტი არის განადგურებული და განადგურებული არის მათი სამხედრო ტექნიკაც ამ ამბის დადასტურებისთვის შეგვიძლია გაჩვენოთ ვიდეოც, რომელიც ამ ტერიტორიაზე არის გადაღებული. აი ესე გამოიყურება კადრები, პრინციპში ამ კადრებს მე ბოლომდე ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ბოლო ნაწილში არის საკმაოდ ესეთი სურათი პირდაპირ ჩანს სამხედროების განადგურება და YouTube-ი ამას აუცილებლად დაბლოკავს, თუმცა მანამდე შეგიძლიათ ნახოთ მასალის ნაწილი, სადაც ჩანს ხო, ნუ აღიქმება რომ აქ სამხედროების განადგურება ხდება, აქ არის მომენტი, როდესაც ტყვედ ჩაბარდა ორი მათგანი. ხედავთ ხო, ნუ სამხედრო ფორმითაც გარჩევადი არის ეს ყველაფერი.
მოკლედ ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი დაატყოვეს და აი ამ კადრებში სწორედ ეს ჩანს. შემდეგ უკვე არის უფრო სენსიტიური ნაწილი მასალის და ამას არ გაჩვენებთ შეგნებულად. ასე დასრულდა მოკლედ ნოვოპავლივკის რუსების გარღვევის ეს ეპიზოდი. ეს საფრთხე განეიტრალებულია ამ ეტაპზე, მაგრამ ცხადია ვერ ვისაუბრებთ საბოლოოდ რაღაცა უსაფრთხოების გარანტიებზე ვინმესთვის და რომელიმე დასახლებული პუნქტისთვის, როგორც გითხარით დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსები რაღაცა აი ზაფხულის შემდეგ თითქმის უწყვეტად, თითქმის ყოველდღიურად მიიწევენ წინ და აქ სასწრაფოდ არის საჭირო რაიმე რეაგირება იმისთვის, რომ ეს წინსვლა შეჩერდეს. აქ კიდევ ერთი საინტერესო პოსტი მაქვს, როგორც ხედავთ და ეხება სწორედ ზაპოროჟიეს და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. ჩანს აქ რუსების შეტევის მიმართულება, ვისაუბრეთ ჰულაიპოლეზე, ვისაუბრეთ პოკროვსკეზე და ასევე ჩანს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაცვითი ხაზები უკრაინის. აი ეს ყვითელი მონიშნები სწორედ თავდაცვით ზღუდეებს აღნიშნავს უკრაინის და აქ დააკვირდით რამდენიმე გარემოებას. ერთი რომ ძირითადი თავდაცვითი ხაზები ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შექმნილი არის იმ განლაგებით, რომ გათვალისწინებულია სამხრეთიდან შეტევების მოგერიებაზე. და მთელი მოულოდნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ რუსების წინსვლა ფიქსირდება არა სამხრეთიდან, არამედ აღმოსავლეთი მიმართულებიდან და ამიტომაც მათი წინსვლა არის უფრო მეტად წარმატებული. კი, აქაც არის თავდაცვითი ზღუდეები, როგორც ხედავთ, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, როგორც სამხრეთის მიმართულებაზე გათვლილი. და კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, აი აქ, ხო, ვისაუბრეთ ჩვენ პოკროვსკეზე, ვისაუბრეთ ჰულაიპოლეზე, სადაც ნაწილობრივ უკვე გაარღვიეს რუსებმა ეს თავდაცვითი ზღუდეები და რა ხდება ამის შემდეგ ზაპოროჟიემდე დააკვირდით რამ ხელა სივრცეა, სადაც რომელიც არის პირდაპირ ვთქვათ დაუცველი. აი ესა ჩვენს ყველაზე მეტად აი ამ განგაშის განცდას ახლა თავად უკრაინელ მიმოხილველებში და უკრაინულ საზოგადოებაში, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს მხოლოდ იმას, რომ თუ ეს წინსვლა როგორმე არ შეჩერდა აქ რუსების, აქ პროცესები ძალიან სწრაფად განვითარდება და ფაქტობრივად ვიდრე არ მიადგებიან რუსები ზაპოროჟიეს საკმაოდ ახლო დისტანციაზე, მათი შეჩერებისთვის ფიზიკურად ვერ იარსებებს რაიმე წინაღობა და გასათვალისწინებელია ის, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის გათვალისწინებით აი აქ ვერ დაიწყება პარალელურად რაღაცა საინჟინრო ჯგუფების მობილიზება და აქ რაღაც დამატებით თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა, ეს თავისთავად აბსურდი არის. აქედან გამომდინარე საფრთხეები არის ძალიან რეალური და საყურადღებო უშუალოდ ზაპოროჟიეს მიმართულებით. ეს არის მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციასთან და სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუმცა ცხადია, რომ უკრაინის ომი მხოლოდ ამას არ მოიცავს. არის ძალიან ბევრი საინტერესო თემა, ყველაფერი ძალიან დინამიურად ვითარდება. საგულისხმო არის უკრაინის საპასუხო შეტევები, თუ აქ დიდწილად წარუმატებლობა არის და თუ მათ უჭირთ მტრის აი ამ დიდი ძალისხმების შეკავება, საკმაოდ წარმატებით ახერხებენ უკრაინელები შორ მანძილზე რუსეთის სიღრმეში თუ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე. მნიშვნელოვანი შეტევების განხორციელებას ისინი ურტყამენ გამუდმებით ენერგოობიექტებს, ურტყამენ ავტოგადამამუშავებელ ქარხნებს, პორტებს. ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი ბოლო დღეებში იყო ნოვოროსისკის პორტზე მიტანილი ერიში, რომლის შედეგადაც იქ ძალიან დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გამოყენებული იყო ნეპტუნები, უკრაინული წარმოების ფრთოსანი რაკეტები ამ ოპერაციის ფარგლებში და არა მხოლოდ ნეპტუნები, იქ იყო დრონებით შეტევებიც. განადგურდა ასევე ნოვოროსისკის პორტთან ახლოს S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, მათი რადარები, გამშვები დანადგარები რუსების, რაც არის ასევე დიდი დანაკლისი საოკუპაციო ძალისთვის საჰაერო თავდაცვის ნაწილში და ყოველდღიურად ხედავთ ასეთ კადრებს, სადაც უკრაინელები მიზანმიმართულად ურტყამენ როგორც მათ სამხედრო და თავდაცვით შესაძლებლობებს, ასევე ურტყამენ, რაც მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ობიექტებს, ენერგოობიექტებს, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ძალა პუტინის აგრესიის. რუსეთის ეკონომიკის დაახლოებით 77%-ზე მეტ შეადგენს ენერგორესურსები.
მათი ექსპორტი, მათი ბრუნვა, შესაბამისად ეს არის ახლა მთავარი სანქცია და მთავარი საზრუნავი უკრაინელების მხრიდან, რომ რაც შეიძლება დიდი დარტყმები მიაყენონ მათ. თუმცა ეს არ არის ცხადია ცალმხრივი პროცესი, თავის მხრივ დარტყმებს იღებს უკრაინის ენერგოსისტემა, რაც განსაკუთრებულ ტვირთად აწევს მშვიდობიან მოსახლეობას. რუსეთის ტაქტიკა ამ მხრივ არ იცვლება, ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოაქციონ მშვიდობიანი მოქალაქეები, არ კონდეთ მათ გაზი, არ კონდეთ ელექტროენერგია, წყალმომარაგება იმისთვის, რომ გატყდეს უკრაინელი ხალხი და უფრო გაიზარდოს უკმაყოფილება მათში. ეს ყველაფერი სამხედრო მოქმედებებთან, სამხედრო ზეწოლასთან კომბინაციაში რუსების მთავარი იარაღი არის და არც ეს ზამთარი არ იქნება გამონაკლისი, ისევე როგორც არ ყოფილა წინა ზამთრები ამ ომის გამონაკლისი. ამ მხრივ უკრაინა ცდილობს, რომ ამ ფონზე მოიპოვოს მხარდაჭერა, გაფორმდა საბერძნეთში ქონდა ვიზიტი ზელენსკის და ენერგეტიკის ნაწილში მნიშვნელოვანი შეთანხმებები, საუბარია იმაზე, რომ გაზის მიწოდება, თხევადი გაზის მიწოდება მოხდეს უკრაინისთვის უკვე 2026 წლის დასაწყისიდან და ამაზე დადებული არის შეთანხმებები. და რადგან ზელენსკი და მისი ვიზიტები ვახსენე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბოლო და ყველაზე დიდი ამბავი, რომელიც ეხება საფრანგეთში ვიზიტს და ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიულ შეთანხმებაზე ხელმოწერა. სწორედ აი ამ კადრს ხედავთ ახლა თქვენ და აქვე საუბარი არის მთავარ შედეგებზე ამ შეთანხმების, რაც გულისხმობს სტამპტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების და რაფაელის ტიპის ულტრათანამედროვე ფრანგული ავიაგამანადგურებლების მიწოდებას შეძენას უკრაინის მხრიდან საფრანგეთისგან და დამატებითი შეგვიძლია ამის თქმა, რომ 100 ერთეულ რაფაელზე არის საუბარი, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში გადაეცემა უკრაინას. მოკლედ ასე კარგი ამბებიც ხდება გზადაგზა და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის პირველ რიგში და შეტევითი პოტენციალის განვითარებისთვისაც. თავის მხრივ უკრაინა ავითარებს საკუთარ სამხედრო მრეწველობას და ავითარებს ასევე პროექტებს პარტნიორებთან ერთად. ცნობილი ამბავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის ერთობლივი მუშაობა უკვე მიმდინარეობს დრონების წარმოებასთან დაკავშირებით და იგივე ტიპის შეთანხმება არსებობს მათ შორის საფრანგეთთანაც ერთობლივად დრონების წარმოების შესახებ. ნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორების მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი უკრაინისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ გაუძლოს აი ამ ზამთარს თუნდაც გაუძლოს მისმა ენერგეტიკამ, ეკონომიკამ. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ რეალურად იმუშაოს კორუფციის საკითხებზე, გააძლიეროს შიდა დემოკრატია, შიდა რეფორმები და ცხადია, ასევე პარტნიორების თანადგომა დაჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ გააძლიეროს წნეხი რუსეთზე, გააძლიეროს წნეხი მის ეკონომიკაზე და სანქციებთან ერთად ასევე კომბინირებულად მათ მიერ შორ დისტანციებზე დარტყმებით, სულ უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდოს რუსეთის ეკონომიკა, რუსეთის ენერგორესურსები იმისთვის, რომ საბოლოოდ მოხდეს ისე, რომ პუტინს მოუწიოს თავის ამბიციურ გეგმებზე უარის თქმა. მისი გეგმები კი ნამდვილად არ გულისხმობს დღეს მოლაპარაკებების გამართვას, დიალოგს, მშვიდობას, რის ილუზიაც ზოგს ჰქონდა. სამწუხაროდ, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააკარგინა უკრაინას დრო, უკრაინის ხელმძღვანელობას, რომელიც ყოველ ჯერზე ამბობდა, რომ პუტინს არ სურს არანაირი შეთანხმება, მათ არ სურს არანაირი ომის გაჩერება. ომის გაჩერება პუტინის რეჟიმისთვის მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებს ნიშნავს შიგნით, რეჟიმისთვის საფრთხის შექმნას ნიშნავს, ამიტომ ის შეეცდება, რომ ბოლომდე იმოძრაოს საკუთარი იმპერიალისტური ზრახვების შესრულებისთვის და ეს საფრთხე არ ემუქრება მხოლოდ უკრაინას, ეს საფრთხე ემუქრება მთლიანად ევროპას და ამის ნიშანი არის თუნდაც ის, რაც ხდება თუნდაც აი ახლა პოლონიუსი პოლონეთთან დაკავშირებული, სადაც დივერსიული აქტები განხორციელდა, აფეთქეს ლიანდაგები
რომელიც აკავშირებდა ლუბლინს და ვარშავას და ეს სარკინიგზო ხაზი გამოიყენებოდა იმისთვის, რომ უკრაინის მომარაგება მოხდეს მათ შორის შეიარაღებით, რომელსაც დასავლეთი აწვდის. რუსეთი არ ერიდება პროვოკაციებს, ცხადია ახლა რაღაც კონკრეტული შედეგები გამოწებას არ აქვს, მაგრამ დიდი გამოცნობა არ ჭირდება იმას, რომ ამ ყველაფერში ცხადია რუსების ხელი აუცილებლად ურევია. სხვა შემთხვევაში, რა ვიცი, ვიზა უნდა იფიქრო, რომ იქ ხა დივერსია განახორციელა პოლონეთში, ხო? ამ ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა და გამოაშკარავდება, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის კვალი უკვე ნატოს წევრ სახელმწიფოებში იკვეთება. ჩვენ გვახსოვს ცნობილი სკანდალები, რაც უკავშირდებოდა სულ ცოტა ხნის წინ საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევას, როგორც პოლონეთის, ასევე სხვა ქვეყნების სწორედ რუსული დრონების მიერ. ხო, საერთო სურათი საბოლოოდ ესე შევაჯამე. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესი. დიდი მადლობა რომ თვალს მადევნებთ, დიდი მადლობა რომ ხართ არხის გამომწერები, ვინც არ ხართ ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება თუ ამ დრომდე მიყურეთ, ესე იგი დაგაინტერესათ ამ ვიდეომ და დაალაიქეთ თუ ფიქრობთ რომ საინტერესო იყო თქვენთვის და ხო, ასევე მადლობა მათ ვინც ჩართულია დონაციაში. მოგიწოდებთ აქვე რომ არის მითითებული ანგარიშის ნომერი აღწერაში და თუ გსურთ რომ არხს დაეხმაროთ, თუ გსურთ რომ დამეხმაროთ იმაში რომ გავაგრძელო ეს პროექტი, შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ დონაციაში. დიდი მადლობა ერთ სიტყვით ამით დავასრულებ დღევანდელ ვიდეოს და დაელოდეთ აუცილებლად შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.